გველის ნაკბენით გარდაცვლილი 2 წლის ამილ გასანოვი. შეიძლებოდა თუ არა ბავშვის გადარჩენა, რა მოხდა დედოფლის წყაროს საავადმყოფოში. იძახიან ახლა წამალი არ ეკონია და ის არ ეკონია. რა დაუშვათ არ ეკონია ხო? ხონა თქვა აქციონარ აქვს სხვაგან სადმე წაიღო, აქ ნუ გააჩერეთ. მე ბავედენზია იმაზე მაქვს იმის კანო. უნდა ეთქვა. ამდენ ხანი იქ ამყოფინა ბავშვი და ესე მოხდა ძალით დაღუპა ბავშვი. კავკასიური გიურზა, გველი მომაკვდინებელი შხამით. ცხელი ზაფხული და ადამიანებზე გახშირებული თავდასხმა. რას ამბობენ მედიკოსები გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ხალხური მეთოდების შესახებ და რას იწვევს გველის ნაკბენი? იწყება ლოკალური შეშუპებით, ადგილობრივი შეშუპებით და შემდეგ ის თანდათანობით ცილდება. არ არსებობს შემთხვევა, რომელიც შეიძლება წავიდეს თვითმკურნალობით. სპეციალური რეპორტაჟის სპეციალური ექსპერიმენტი. მზად არიან თუ არა სამედიცინო დაწესებულებებში დაგესლილის დასახმარებლად. კარგი, ეხლა მე მაინტერესებს სამი ადამიანი რო შემოვიდეს, რომელიც გაკბენილია გველის. სამი რომ მოვიდა დროულად თუ ცალსაკე? დროულად. მარ ვიცით რომელიც პირველი იქნება პირველს იმას გავუდი მესამეს ალბათ მოიტანენ და მოგვაშველებენ მესამეს. სპეციალური რეპორტაჟი გველის ნაკბენი.